პროფესორ მასწავლებლები 28 ნოემბრის დაანონსებულ აქციას უერთდებიან, მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს და კოლეგებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდეს. 28 ნოემბერი 19 საათი მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 წლის თავზე უცვლელი მოთხოვნებით მოქალაქეები ისევ პარლამენტთან მივიდნენ. ემიგრანტების პროტესტისა და უკმაყოფილების მიუხედავად ოცნება უკან არიხევს. საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიღებულია. კიდევ 2 მოსმენის შემდეგ უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და საზღვარგარეთ მათ ხმის მიცემა აეკრძალებათ. დღეს მათიკაშვილი ამტკიცებდა, რომ ემიგრაციისგან გადმორიცხული თანხა ბიუჯეტში არ შედის და მას მხოლოდ გზავნილის ადრესატები იყენებენ. სამშვიდობო გეგმის ბოლო პროექტი მოსკოვისთვის ნაკლებად ხელსაყრელია. ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსაგვარებელია რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რაც უკრაინას, რუსეთსა და შტატებს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს, აცხადებენ თეთრ სახლში. უცხოური მედიის ცნობით აბუ-დაბიში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება, რომელსაც შეერთებული შტატების არმიის მდივანი დენ დრისკოლი აწარმოებს. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ, განწყობილნი აღნიშნა დრისკოლის პრესმდივანმა.